ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ორგანიზაცია ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ ტრენინგი გამართა. სამუშაო შეხვედრას ფერმერული ჯგუფების ხელმძღვანელები დაესწრნენ. რეგიონის მასშტაბით 28 ფერმერული ჯგუფი მოქმედებს. ტრენინგის მონაწილეებმა კოოპერატიული ბიზნეს მოდელის შესახებ საუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში კოოპერატივებისა და ასოციაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა, საკრედიტო და საგრანტო პროგრამებზე, ტრენინგი ეპის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, მათ შორის მაღალმთიან აჭარაშიც. დღეს გავიგეთ კოოპერატივის განვითარებაზე, რასაც მეც შედეგს მეუტანს გლეხებს სახელმწიფოსგან იქნება ნაკლებად დამოკიდებული, იქნება ნაკლები გადასახადი, რასაც ეხლა ჩვენ გვეუბნება გადასახადი იქნება ნაკლები. ამ შედეგით მე მგონი ყველა გლეხი უნდა დარჩეს კმაყოფილი. ამ პროექტის ფარგლებში ამ რეგიონში ჩამოყალიბდა 28 ფერმერული გაერთიანება, მაგრამ ეს არ არის კოოპერატივი, საწყის ეტაპში ასეთი იყო მიზანი, რომ ჩამოყალიბებული იყო ფერმერთა გაერთიანება, რომლებიც უფრო ეფექტურად რომ ემუშავებათ მეციტრუსეობაში და უფრო წარმატებული რო ყოფილიყო. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში ეს მონაწილე სუბიექტები, რომლებიც არიან უკვე ფერმერულ ჯგუფებად გაერთიანებულები, მაგრამ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული ფორმა, აი სწორედ ამაში ვეხმარებით და ამ თვალსაზრისით ვაწვდით სრული ინფორმაცია.